გამარჯობათ. ეხლა მინდა მოგიყვეთ და გაჩვენოთ თუ რას წარმოადგენს ფალშ ფასადი. მოკლედ, როდესაც გვაქვს აი ესეთი ორი კარადა და ნახეთ, აი მოდი ამ კარადას დავაწყაპუნოთ და აგერ ბატონო დავაშორეთ ერთმანეთს ეს ორი კარადა, მაგრამ აი ამ კარადაზე გვაქვს ფასადი და ეს კარადა რომ მიედგას ეს კუთხე რომ ასე ვთქვათ კუთხის კარადა რო გავაკეთოთ, ფასადი ფაქტიურად უქმდება და თანაც ეს კარადა ეყრდნობა ასე ვთქვათ მეორე კარადას და ამის კარებიც კარგად არ იღება და ამიტომ რა შეიძლება ამისთვის გავაკეთოთ. აქ გვაქვს ორად გაყოფილი ჩვენ ფასადი და შეგვიძლია ეს ჩვენ გავთქვათ რომ ეს გვინდა ერთ ფასადად, ნახეთ გადაიქცა ერთ ფასადად. შემდეგ გვაქვს აქ მოდიფიკაცია ფასადების, ხო? და აქ გვაქვს ხვევით აი ფალშ ფასადი. შევდივართ აქ. აქ არის მარცხენა ფალშ ფასადი, მარჯვენა და ორივე მხარეს, მაგრამ ასეთ შემთხვევაში გვინდა მარჯვენა მხარეს. დავაწექით აქ მარჯვენა მხარეს და აი ნახეთ გამოჩნდა ესეთი ფალშ ფასადი. შეგიძლიათ ამ ფალშ ფასადებს სხვა ფერი მიანიჭოთ, ცალკე და ასე შემდეგ. ამის შემდეგ შევდივართ აი აქ და შეგვიძლია ამ ფალშ ფასადის სიგანე გავზარდოთ. მაგრამ მოდით სანამ გამოვიდეთ აქედან ჯერ და ვნახოთ რამდენით უნდა გავზარდოთ. ვნახოთ ეს კარადა რამდენია სიღრმეში. ეს კარადა არის სიღრმეში 450 პლუს ემატება ფასადი 18 მმ. ანუ რომ ავიღოთ კალკულატორი და 450-ს დავუმატოთ 18, ხო? გამოვიდა 468. ანუ ეს ფალშ ფასადი აქ რომ მოვიდეს ზუსტად დაჟება ამის მიზზე, მაგრამ შეგვიძლია ცოტათი ერთი 60 მმ-ით კიდე იმას აქვს რა ქვია, კიდე გამოწიოთ. კი ბატონო, აი დავუმატოთ ამას 60 და გამოვა 528. კი ბატონო, ეხლა ესე იგი შევდივართ აი აქ ისე მოდიფიკაციაში გადავდივართ და შევდივართ ფალშ ფასადში. და იყო რამდენი იყო ჩვენი, ასე ვთქვათ, 580, ხო? 500 და აი აქ დავწეროთ 528. 528. ოკეი, აი ნახეთ ესე გამოიწია. მოდით ახლა ჩვენ აი ეს ჩვენი კარადა ისევ მივადგათ. აი აქ გავაწვიოთ 18 მმ-ით. ოკეი. ხო, აი ხა დავხედოთ ზევიდან როგორ გვაქვს. ყველაფერი სწორად არის. ანუ ნახეთ აი აქ როგორი პატარა ის გაჩნდა, რა ქვია. გადაბმის ადგილი ესე გამოიწია ფალშ ფასადი და ძალიან კოხტად არის. ეხლა ამ ფასადს თუ გავაღებთ, აი ნახეთ, უბრალოდ უნდა შევუცვალოთ ალბათ მიმართულება და აი ეს იქნება, ასე ვთქვათ, გაღების მიმართულება ფასადის. კი ბატონო. მაგრამ ეხლა რომ დავხედოთ ზევიდან ამას, ამ ჩვენს კარადას, ნახეთ და მოვიტანოთ ახლოს და აი მულტიპლიკაცია ჩავთოთ და გავაღოთ აი ეს ჩვენი კარები, აი ნახეთ როგორ იღება ეს. ანუ ფაქტობრივად გაღების დროს ედება მაინც ეს კუთხე, ყველა ვარიანტში მოედება ამ ფალშ ფასადს და ამიტომ ეხლა ჩვენ შეგვიძლია ეხლა ესეთი რამ გავაკეთოთ, დავაწვეთ აი ამ კარადას, შევიდეთ მოდიფიკაცია ფასადაში და აქაც ჩავთოთ ფალშ ფასადი. ფალშ ფასად ლევი ავიღოთ მარცხენა და აი აქაც გაჩნდა იგივე 60 მმ-იანი. ამას აღარც უნდა შეცვლა და აი ნახეთ როგორ არის ახლა ესო გავაღოთ. შენერად იღება, ერთმანეთს აღარ წამოედება. აი რა დანიშნულება აქვს ფალშ ფასადს და როგორ შეგვიძლია ეს გამოვიყენოთ. პეტლები, რა თქმა უნდა, ფასადს აქვს თავისი მხარე, პეტლები. აი აქ როგორც ასეთი, ხო, იღება თვითონ ფალშ ფასადზევე არის. კარიკარზე პეტლი გამოიყენება. ანუ ესე ეძახიან ასეთ ტერმინოლოგიით, კარიკარზე პეტლი არის. სპეციალური პეტლებია ეს, რომელიც აი ეს გამოიყენება
ფალშფასადის დროს. პრინციპში ამით მე მგონი თქვენთვის გასაგებია თუ როგორ გამოიყენება ფალშფასადი. უბრალოდ ამით მე თქვენ გემშვიდობებით. კარგად ვცანდებოდეთ. ნახვამდის.